სალამი მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას. ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები, რომელსაც მალე დავასრულებთ რამდენიმე კითხვაში. შემდეგ კითხვა ძალიან საინტერესოა და შეგიძლიათ ეს გადაიტანოთ მართლმადიდებლობაზეც კი. თავისუფლად, ეს პასუხი ეგება მართლმადიდებელ მღვდლებსაც კი. კითხვა ესეთია, მე ესე დავასათაურო. შეიძლება რომ კათოლიკე მღვდელი დარჩე, მღვდლად დარჩე და შენისული გადარჩეს. ძალიან საინტერესო კითხვა არის, ხო? ეს არ ეხება სხვა რელიგიებს, ეს ეხება კონკრეტულად ამ დიდ დენომინაციებს, კათოლიციზმს, მართლმადიდებლობას და ალბათ სხვა განშტოებებსაც, ხო? რომლებიც რჩებიან ნომინალურად ქრისტიანებად, მაგრამ მათი დოქტრინა არასწორი არის. და ნახეთ რა კარგ პასუხს მიიღებს, ალბათ თქვენ მოგისმენიათ ჯონ მაკარტურის ეს პასუხი და ხშირად გაუმეორებია, იმიტომ რომ ძალიან აქტუალურია ახლა ამერიკაში მართლმადიდებლობა არ არის აქტუალური. ძალიან პატარა ციფრი იქნება მართლმადიდებლების, ხო? ესე იქნებიან ალბათ სლავიანური წარმოშობის, რომელიც ფონს არასოდეს არ თამაშობდა. იშვიათად უხსენებია ჯონ მაკარტურს მართლმადიდებლობა გარდა იმისა, როცა იმოგზაურა მოსკოვში და გაოცებული იყო, როცა შევიდა ტაძარში, მოსკოვის საკათედრო ტაძარში და გავიხედე გალობაო. გავიხედე იქითაც გალობაო. გავიდა დრო ისევ გალობაო. ვეღარ გავიგეო ეს ეკლესია იყო თუ სახარება ვერ მოიძახა. ახლა ამას ვერ იტყვის, იმიტომ რომ უკვე იაკობმაც კი დაიწყო, იაკობიც კი გაქადაგდა და აღავლაპარაკობ თეოდორ გიგნაძეზე. ახლა ალბათ მოისმენ და რას ლაპარაკობენ, როგორ უყურებენ ამას. მარტო გალობას აღარ იტყოდა, ხო? მაგრამ თავიდან პროცესი, რიტუალი მე მახსოვს რა 3 საათიანია ხოლმე ზოგჯერ ეს რიტუალური პროცესი და ამიხსენს კიდევაც რას ნიშნავს მზის ამოსვლა, მზის ჩასვლა, მერე შედიან შიგნით და ბოლოს არის რაღაცა ქადაგებას შემოინახავენ ხოლმე, ხო? ეს შიო მუჯირიც და ვიღაცეებიც ბოლოს რაღაცა წაიქადაგებენ. ჩემ დროსაც მე რომ მახსოვს, ხო, იყო ხოლმე რაღაცა თემებზე, არ ვიცი, ახლა იაკობის უპოლიტიკურად უკავშირებს ხოლმე ვიღაცა, ახლა შიომღვიმე დაგვიწყებს ხოლმე შიომუჯირი რაღაცა იმეების ქრისტეს და ბიბლიის ხსენებასაც, ხო? მაგრამ ძირითადად მაინც ვიზუალური მხარე რჩება და ჯონ მაკარტური ამიტომ გაკვირვებული იყო, გაოცებული იყო. კათოლიკეებმაც დაიწყეს ანალოგიური, მიბაძეს ბევრს და იცით ხო კათოლიკური ისინი ფორმებში და იმებში უკვე ბიბლიას ქადაგებენ, მაგრამ ეს არის შეზავება, შერევა. მოდით მოусმინოთ აბა კითხვის დამსვლელს და ჯონსაც. სალამი ჯონ, მოგესალმებით. ადრეც უპასუხიათ სხვებს ამ კითხვაზე, მაგრამ მე მინდოდა თქვენგან მომესმინა ეს კიდევ ერთხელ. ჩემი ძმა და მისი მეუღლე ორივე ქრისტიანები არიან და ვიოლაში წავიდნენ. ჩემი ძმა იქ ვიოლაში ასწავლიდა, ბოლო 3 წლის განმავლობაში მან დაიწყო სწავლება კათოლიკურ უმაღლეს სკოლაში და გძნობს რომ კათოლიკების მიმართ მე ნამდვილად არ ვარ კეთილგანწყობილი. და განსაკუთრებით ისგზავს რომ ბერ მღვდელს, რომელსაც ისწრებს ამ საშუალო სკოლაში, მას გონია და ჯერა რომ აქვთ რეალურად სულიერი ხსნა. ჩემი შეკითხვაა, შეიძლება თუ არა კათოლიკე მღვდელი გადარჩეს და კათოლიკე მღვდლად დარჩე? ჯონ მაკარტური პასუხობს. არა. იმ შემთხვევაში თუ მას უკვე თლიანად ჯერა კათოლიკური სისტემის, არა. მაგრამ თუ ის გულით და მთელი რწმენით არ იღებს მათ თეოლოგიურ ტვირთს და თუ მას მარტო ჯერა რომ მისი ხსნა უზრუნველყოფილია მხოლოდ და მხოლოდ იესო ქრისტეს მადლითა და რწმენით, ის შეიძლება გადარჩეს. მაგრამ როგორც აღვნიშნე, თუ ის იღებს მთელ კათოლიკურ დოგმას, სრულ დოქტრინას, მისთვის სულისხსნის გზა აღარ არის დარჩენილი. იმიტომ რომ მან უარყო მადლით სულისხსნის სიმარტივე და ის ავსებს მას მისი საკუთარი ძალებით და საკუთარი საქმეებით, გამართლებით, საკუთარი ძალით გამართლების სისტემით. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ისტორიულად კათოლიკურ სისტემაში იყვნენ და არიან ისეთი მღვდლებიც, რომლებიც სრულიად არ არიან ინდოქტრინებულნი. მოგეხსენებათ, რომ კათოლიციზმი ითმენს და იტოვებს მასში არსებულ დისიდენტებს. ის უბრალოდ ისრუტავს მათ და არ აგდებს, არ რიცხავს. და შესაბამისად აგრძელებს თავის სისტემის შენარჩუნებას. როგორ აგავს არა ეს მართლმადიდებლობას? იცით ხო მართლმადიდებლობაშიც რამდენნაირი მღვდელი არ აყავს შეფარებული ილია მეორეს. ოღონდ შენ ილია მეორეს აღიარებდე საპატრიარქო საქართველოს სამშობლოს და იყავი იქ და აკეთე სრულიად განსხვავებული ახლა რასაც ქადაგებს და იცით რომ ჩხუბობენ ერთმანეთთან ანთიმოს ბიჩიკაშვილი თეოდორ გიგნაძესთან, დავით ისაკაძე
გურამოთხოზორიასთან და ერთმანეთს აკრიტიკებენ. სრულიად განსხვავებულია, ხო? შალვა კეკელია, გადახედეთ ის ანტონი, სულ სხვა რაღაცებს იმაშრებიან. იმის და მიხედვით თუ რა აწყობს მრევლს. თავარია შენ საქართველოს აღიარებდე და აღიარებდე ილია მეორეს. აი ეს არის მოთხოვნილება, ხო? საქართველოს ისტორიას და ასე შემდეგ და რა თქმა უნდა თუ ყანცას სვავ უკეთესია. ჯონ მაკარტური აგრძელებს ისინი არ ინდევნებიან და ისინი რჩებიან ამ სისტემაში. ამიტომაც გრძელდება ეს სისტემა ასე დიდხანს. და მათ სისტემაში არიან ისეთი ხლები, რომლებმაც მიაღწიეს და გაიგეს სწორი დოქტრინალური გაგება სულისხნის შესახებ. იცით თუ არა რომ თქვენ მარტინ ლუთერმა არასოდეს არ მიატოვა რომის კათოლიკურ ეკლესია, მას ოფიციალურად არ დაუტოვებია. ის იმ სისტემაში დარჩა, მაგრამ მან უარყო ხსნის დოქტრინის კორუფცია. და აუდიტორიდან პიროვნებ პასუხობს. ახლა ჩემმა ძმამ და მისმა მეუღლემ დაიწყეს პარამაუნტის რეფორმირებულ ეკლესიაში სიარული. იცით რაიმე რეფორმაციული ეკლესიის შესახებ? ეს ჰოლანდიური რეფორმაციულიც შტო არის. ჯონ მაკარტური. რა, თქვენ გულისხმობთ, რომ ის ასწავლის კათოლიკურ სკოლაში და დადის ამავე დროს რეფორმირებულ ეკლესიაში? დიახ. ეს ნამდვილად შიზოიდი იქნება, რადგან რეფორმირებული ხალხი რომის კათოლიკურ ეკლესიასთან საერთოდ დაყრუებულია და მათ გაგონებაც არ უნდათ მით დანახვა. იმიტომ რომ ეს ყველაფერი ჟან კალვინიდან გამოვიდა, რომელიც ებრძოდა როგორც მარტინ ლუთერი კათოლიციზმს. ხედავთ? ეს არის ჰოლანდიური რეფორმირებული ეკლესია. დიახ, რეფორმირებული ეკლესია თავის ფესვებს ძირითადად რეფორმაციაში პოულობს. და ტრადიციულად ის ჯონ კალვინს უკავშირდება. ეს ჰოლანდიიდან, მერე შოტლანდიაში და ასე ჩამოვიდა ამერიკაშიც. მე სამწუხაროდ უნდა გითხრათ, რომ ბევრი რეფორმირებული ეკლესია უკვე მკვდარია. ბევრ ადგილას ჯერა უკვე რაღაცა ჩვილების ნათლობის, აღთმის ხსნის, მათ შვილებს გამოსყიდულ ოჯახში რომ მოაქცეს ხსნა, ეს დამოკიდებული იმაზე თუ რა რეფორმირებული ეკლესია, თუ ბევრი განშტოება წამოვიდა იქიდან. ეს დამოკიდებული იმაზე იცამენ თუ არა ისინი რეფორმირებულ დოქტრინას. და დენომინაციის გაგებით იცოდეთ, რომ ბევრი საკმაოდ მკვდარია. იმიტომ არ ესმით რეალურად თუ რა ხდება და რა არის სულის ხსნა. ამიტომ იყავით თქვენ ძირითადად ქრისტიანულ რწმენაში. არ ვიცი იცით თუ არა, მე ადრეც მიხსენებია, რომ ეს რეფორმაციული ფრთა უარყოფს ისრაელის ადგილს მომავალში. ისინი ამტკიცებენ, რომ არ არსებობს 1000-წლოვანი სამეფო და ისრაელისადმი ყველა დაპირება ეკლესიაში უკვე გადადის და წყდება მათთვის და ასე შემდეგ. და სამწუხაროდ ეს იყო მისი მეგობრის, მისი ძმა და მეგობრის ჯონ მაკარტურის, რობერტ სპროულის აზრიც. მე რომ მოვისმენე მისი ესხატოლოგია, სასწაულად განვიხიბლე ძალიან ესხატოლოგიურ საკითხებში. ძალიან ძლიერია სხვა საკითხებში, მაგრამ ბავშვობის ნათლობაში მასთან დებატები ჯონ მაკარტურის ეხლაც დევს, შეგიძლიათ მოიძიოთ და უსუსურია მისი არგუმენტები ბავშვების ნათლობასთან დაკავშირებით. აი წარმოდით რა რაღაცები დაიტოვა, როგორც ანგლიკანურმა ეკლესიამ დაიტოვა კათოლიციზმმა, ბევრი რამე, ასევე მათაც დაიტოვეს სამწუხაროდ ეს. და ესე გააგრძელდა. და აუდიტორიდან პიროვნება აგრძელებს. მათ ძალიან მოწოთ ეგ ეკლესია, იმიტომ რომ ისინიც ატარებენ ანაფორას, კვარცს და ეს მოწონს მას ალბათ მათში. ჯონ მაკარტური ეუბნება, მე მეჩვენება რომ თქვენი ძმა რაღაცა აჯანყებულია, მეჩვენება რომ ის თავის ფესვების წინააღმდეგ აჯანყების ამ პერიოდს განიცდის. ეტყობა რომ ქრისტიანობის ადრეულ გამოცდილებაში იყო რაღაც რაც მისთვის რაღაცა ვერ შესრულდა და იმედგაცრუებული დარჩა კათოლიციზმით, იმიტომ რომ მას არ სურდა რომ მიეღო. არ ვიცი ახლა სად არის ის მისი სულიერი განვითარებით, მაგრამ ძალიან ხშირად როდესაც ადამიანები რეაგირებენ ევანგელისტური სახის ბიბლიური ეკლესიის ორიენტაციის თავისუფლებაზე, როგორიც არის ვიოლა, ისინი მიდიან უფრო მაღალ საეკლესიო გამოცდილებაზე. არ ვიცი რატო, მაგრამ იმედი მაქვს რომ ეს რეფორმული ეკლესია ისინი განადიდებენ იესო ქრისტეს და თქვენი ძმაც უფრო სწორ გზაზე დადგება. იმიტომ რომ უმეტესობას რეფორმული ეკლესიისა მათ აქვთ სწორი ხსნის პირდაპირი დოქტრინა.
და აუდიტორიამ პიროვნებას საროს. ის გზნობს, რომ ჩვენმა ეკლესიამ, გრეისის ჩვენმა ეკლესიამ არ იცის თუ რა არის სწორი ღმერთის თაყვანისცემა. სხვათა შორის მე მას თქვენი წიგნი თაყვანის შემოსასწავლი გაუგზავნე, რადგან მე წავიკითხე და ძალიან მომეწონა. და რა რეაგირება მოახდინა მასზე, ეკითხება ჯონი. მე ვიცი რომ მიიღო პოსტით, მაგრამ ეტყობა რომ მან ის გვერდზე გადადო, იმიტომ რომ მე რო წავიკითხე, მას უთხარი რომ ეს არის ისეთი წიგნი, რომელიც წელიწადში მინიმუმ 2 ჯერ მაინც უნდა წაიკითხო მეთქი. ასე რომ არ ვიცი რა ბედი ეწია და ჯონ მაკარტური ეუბნება. დიახ, თქვენ შეგიძლიათ ცნობილი გამოთქვა ცხენი წყალთან მიიყვანოთ, მაგრამ არ შეგიძლიათ რომ დააძალოთ მას და წყალი დაალევინოთ. ხო მართალია, ასე რომ თუ მას აძლევთ იმ ყველაფერს, რასაც ფიქრობთ რომ მას ესაჭიროება, ეს უკვე კარგი დასაწყისია. ასე რომ მივანდოთ, ვილოცოთ და ღმერთი მოუბრუნებს მას გულს. გასაგებია? დიახ, მადლობა ჯონ, გასაგებია.